ახლა კი ორი ნიუსი, რომელიც კონტექსტი თუ არ იცი, ან თუ უცხოელი ხარ, დიდ მნიშვნელოვან მოვლენად მოგეჩვენება. და კონტექსტი თუ იცი, არც არაფერი. პირველი. გირჩის დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, ბიბლიურმა თავისუფლებამ, იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი ანათემას გადასცა. და მეორე. მეფე საქართველოში ბრუნდება. მოდი ამ ორიდან უფრო მნიშვნელოვანით დავიწყოთ. გირჩის მიერ გამოქვეყნებული ანათემის ტექსტი შემდეგი პუნქტებისგან შედგება. პირველი, ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ. ანათემის ტექსტი ასეთი. ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს. მეორეში ჩინჩალაძე. სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ. წყალი გწყუროდეთ და ჭიდან ლიცენზიას გთხოვდნენ. ყოველ ღამეს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ. აიდი ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ. ეს შემდეგი ძალიან მაგარია. ბახტაძეს მართლა ემართეთ. ბიძინას მიეტოვებინეთ. 64-ის კართან პეტრეს ნაცვლად თამაზ ახობაძე დაქვედროდეთ. თამაზ ახობაძე არის ადამიანი, რომელმაც ყველა ინსტანცია მოუგო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს და მინისტრია წულუკიანს. ძალიან მკაცრი ანათემაა. მაგრამ მინდა დავამშვიდო იუსტიციის მინისტრი. 2003 წელს მე მამა ბასილ მკალავიშვილმა გადამცა ანათემას. ასე რომ თეა ჯოჯოხეთში შევხვდები. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ გინდათ ნახოთ ჩვენი ვიდეოები, დაალაიქეთ ჩვენი პეიჯი. თუ არ გინდათ ნახოთ, მაინც დაალაიქეთ და ვიდეოები რომ ჩაირთვება თვალები და ხუჭი.